გამარჯობა, ეს არის დრომორი კასტის შემდეგი ეპიზოდი, სადაც სტუმრად გვყავს უსაყვარლესი, უჭკვიანესი, უენერგიულესი წამყვანი ნატუკა ამბებაი. მელიქიძე. ნუ ისე წარმადგინე, რომ ნუ არ ვიცი, სად გავძვრე, არ ვიცი ხა. როგორც კი გაგიცანი და როგორც გიცნობ, არის ეგ ფერადი, ხიარული, ენერგიული და ხალისიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ეგეთი გამოვა ზუსტად. აუცილებლად პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს ახალი წამოწყება და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ და მოკლედ გახსნილად ვაცხადებთ უკვე. ხო რა, მადლობა რომ იყავით ჩემს სტუმარი და ხარ და მოკლედ ძალიან ველოდებოდი გამიხარდა რომ დამთანხმდი და ეხლაც მოკლედ აი მართლა ძალიან მაინტერესებს გულით მე თვითონაც სრებს მომიყვები. ეხა ვინც მეც გვიყურებს და ვინც დიდად არ გიცნობს, იმათ რომ გააჩნო ხო. შენი თავი, ვინ ხარ, რატომ დაიწყე ეს პროფესია, როგორ დაიწყე, მანამდე ვინ იყავი და ასე შემდეგ. მოკლედ რაც გინდა რომ ადამიანმა შენზე იცოდეს, ვინც ახლა გვიყურებს, მოგვიყევი. ოკეი, ესე იგი, მე ვინც არ მიცნობს, ვარ ნატუკა, საღამოების წამყვანი, რაც კი ივენთები არსებობს, ქორწილები იქნება ეს, სხვადასხვა კორპორატიული საღამოები თუ მოკლედ რაც არის, სადაც წამყვანი სჭირდებათ, ყველგან ვარ მე. ესე იგი, დაახლოებით სადღაც 18 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე ეს საქმიანობა, ასე ვთქვათ, წამყვანობა, როგორც ასეთი, შეიძლება ქორწილების ცოტა მერე, მაგრამ ძირითადად რაღაცნაირად დავიწყე, ანუ ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაცნაირად, ოღონდ მსახიობობა მინდოდა. ნახეთ, წამყვანობა კი არ მინდოდა, მსახიობობა მინდოდა და მაინც რაღაცნაირად აი წამყვანობას მაინც ვაიგებ ცოტა მსახიობობას. და იმიტომ რომ ცოტა სცენაზე გიწევს, რაღაც არტისტულად მოიქცე რაღაცნაირად მოკლედ და ასე ვთქვათ, დავიწყე ეს ამბავი და ნუ ძალიან მომწონს ყველაფერი და ეს გამოცდილებას დავაგროვე აი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებზე რა და მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს ქორწილი არის ადგილი, სადაც აი პროფესიონალიზმს და გულწრფელ ემოციას ერთდროულად მართავ, ასე ვთქვათ რა. თან ძალიან მიყვარს ემოციების გაცემა და ეს როდესაც უკვე საქმეში გადაგაქვს, ანუ ძალიან კარგი არის ეს ყველაფერი. მოკლედ არ მინდა ახლა ჩემი ბევრი ლაპარაკეთ, ბევრი კითხვას შენზე არის გავუწევ. ეს პოდკასტი და ილაპარაკე. ხა და მოკლედ არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბე, მაგრამ მოკლედ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე უკვე მართლა დიდი ხანი უკვე 14 წელი ამ საქმეს ვაკეთებ და ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. მოკლედ უბრალოდ ისე არ არის, აი წამყვანი ხედავი რა კაი რა მხიარული, ანუ ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია მოკლედ რა. ეგარითად. მშვენიერი, ხო, ანუ ძალიან ბევრ დეტალს და მნიშვნელოვან რაღაცებს მოიცავს და ფიქრობ, რომ ხო, მართლა ძალიან ისეთი არა ყურადღებიანი უნდა იყო. ძალიან, აი უბრალოდ წამყვანობა არ ნიშნავს ილაპარაკო და მაგას არ ნიშნავს. აი ერთი პატარა შეცდომა და შემდეგ აი ყველაფერზე აისახება. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ შენ რა გენაღლება, წამყვანი ხარ, მხიარულად მიყავს და ერთობი. ის არის და აი ერთობი მართლა და ნუ თავიდან რაღაცა ბრაზდებოდი ხოლმე და ეხლა რაღაცნაირად ვუხსნი, რომ არა, იცი რა, რამხელა პასუხისმგებლობა მაქვს მე და ამ რაღაცა ღიმილიანი სახის უკან იმხელა ნერვიულობა არის ხოლმე იქამდე წინაპირობა რომ აბა მოდი ესე ხო არ ვქნათ აბა ესე ხო არ ვქნათ და ნუ მთელი ამბები ასე ვთქვა და მე რაღაცა რაც თქმა ძალიან დიდ ემოციურ მას განვიცდი ხოლმე ასე ვთქვა და მოკლედ ესე რა ხო და ახლა ლოგიკურად მაინტერესებს, აი როგორ აღწერდი წამყვანის როლს. აი ვინც არ იცის, და ვისაც აინტერესებს, აი როგორ აჰა ახსნიდი რა, აი ვინ არის ქორწილის წამყვანი? რას აკეთებს? ქორწილის წამყვანი არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს, აი მთლიან დღეს აერთიანებს და ერთ ისტორიად ქმნის, ასე ვთქვათ. და აი აკავშირებს სტუმრებს, წყვილს და აი ამ პროგრამას რაღაცა ერთ პროგრამაში სვავს. თან იცი რა არის, ცოტა ჩვენ ქართველებს გვჩვევია, რომ აი ცოტა რაღაცა თავიდან ისე ვართ ხოლმე რაღაცა ცოტა დაძაბულები რაღაც და აი წამყვანს აქვს აი ეგ, რომ აი შეუძლია რომ აი ეს ბარიერი გადაალახინოს სტუმრებს, ყველას და აი უცებ წინული რაღაცა ერთ გაალღოს. აი ხო და მე აი всё, კარგად არის ყველა ასე ვთქვათ რა და პირველ რიგში წამყვანი უნდა იყოს კარგ ხასიათზე, რომ შემდეგ სხვები დააყენოს კარგ ხასიათზე, ასე ხო ვთქვათ და და უბრალოდ აი იცი რა შენ როგორ ახერხებ, რომ აი საკუთარ ამ ემოციებზე ესე იზრუნო, ანუ რომ მოემზადო, რომ შენ თვითონ, აი რაც არ უნდა ხდებოდეს შენ ცხოვრებაში, ხო მაინც კარგი ხასიათი შეინარჩუნო.
აი სხვათა შორის ძალიან რთულია, აი მართლა ძალიან რთულია განსაკუთრებით, როდესაც აი ცხოვრებაში ხო გვაქვს ყველას რთული პერიოდები და ხო, მაგიტომ სიძვენ საერთოდ მაინტერესებს. არ გაქვს იმის ხალისი, რომ მაგალითად დადგეს ენაზე და აი რაღაცა ეს. მაგრამ იცი რა არის, ტოვებს სახლში, არავის ბრალი არ არის, სიტყვაზე წყვილის ბრალი საერთოდ არ არის, რომ შენ ესე ხარ, ასე რომ არავის არ აინტერესებს, უხეშად რო ვთქვათ, მივდიხარ მუშაობ, იქ იმ მომენტში საერთოდ ივიწყებ და ანუ ვერავინ ვერ გზობს, ანუ ბევრჯერ მქონია მსგავსი სიტუაცია და შენ ბოლოს რომ მithქვამს რაღაც მიზეზე, აი მართლა შოკი ქონიათ რა, რომ აი საერთოდ არ გეტყობოდაო, ასე რომ მმ. ეგ არის რა, უბრალოდ გამომსვლელი და უბრალოდ წამყვანი არ ხარ ეს, უფრო აი ემოციების ამბავი არის, ასე თქო, უნდა კარგად უნდა დააბალანსა ეს ყველაფერი. მმ. ხო, ანუ გამოდის, რომ წამყვანი როცა ხარ, ეგ უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი ემოციები და პირადი რაღაც ცალკე გქონდეს შენთვის და ადამიანები, ვისთანაც აუცილებლად. მიდიხარ, ის რაღაცნაირად ანუ ძლიერი ემოციური სისტემა უნდა გქონდეს, როცა ამ კი, კი, პროფესიას კი, კი, ირჩევ. კი. კი და თან იცი რა არის ხომ აი როდესაც ჩასატარებელი მაქვს საღამო აი რაღაცნაირად ფსიქოლოგიად მე თვითონ ვემზადები ხოლმე ჯერ წინა დღით უნდა ვიყო დასვენებული აუცილებლად კარგად უნდა გამოვიძინო დილიდან შემდეგ რაღაცა განწყობას ვიქმნი რომ აი დღეს მიმყავს საღამო და აი უკვე რაღაცა მე მანქანაში როდესაც ვждები იქ მუსიკას ვუსმენ და აი ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად აი ზუსტად მაგამ ვაკეთებ და მე მივდივარ გაფრწყინებული ასე ვთქვა და ეს ხასიათი მმ. ხო ის ადამიანის და უკვე რაღაც აი ესე რომ ხვდები ხასიათით, მე უკვე რაღაცაინად მმ. გადაებებათ ხოლმე ჩემს სტუმრებს. ან ჯერ შენ თავთან ხარ წამყვანი, სანამ სხვებთან იქნები. კი, 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 ჯერ ჩემ განწყობაზე ზრუნავდა ვესხვების. სწორია, მართლა ძალიან სწორია. მეც რომ მივდივარ ხოლმე ქორწილებში გადასაღებად, ვცდილობ, რომ წინა ღამიდან მოყოლებული ტვინი მაგაზე გადავრთო, რომ ოხა, ის წყვილი როგორია, აი როგორ განწყობაზე არიან, რა ექნებათ ქორწილში, მეც რომ შესაბამისად მოვეწყო, შეიძლება ვიფიქრო, აი რა ჩავიცვა, როგორ ჩავიცვა, ო, აი რაღაცა როგორ აბარა. მოვერგო მთლიანად და აი თავს თვლი ნაწილად თავიდან ბოლომდე ამ ყოველთვის. უეჭველი. ვაიმე მე ისე მომწონს შენი კონტენტი. ხო გახსოვს რა დამემართა, როდესაც იღებდი, რომ ვაიმე რა მაგარია, იმიტომ რომ გაგიცანიხო. არ ვიცოდი ეს ამბავი და მეთქი რა მაგარია, იმიტომ რომ გიждები, აი ეს უკან რა ხდება, აი ყოველთვის მაინტერესებს და აი სულ რაღაცა ბევრად სანახაობრივი, ასე რომ მეც დიდწამიტებად ფარდის გისურვებ. უკან რა ხდება და როგორ და ძალიან. მაგიტო გადავწყვიტე ეს დრომორი ქართის გაკეთებაც რომ უბრალოდ რაღაცა ზედაპირი კი არ ვნახო ქორწილში როცა მივდივარ ანუ ყველას ხო, როლი ვიცოდე და ყველას მონაწილეობა ამ ყველაფერში ვინც ქორწილ ქმნის და მგონია რომ წყვილებისთვისაც საინტერესო ანუ კი, შენთან კი კი, 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 დადიან კი, რაღაც კი. პროცეს რა აი ჯავშიან კი. ესე კითხვებს ამ მაგრამ იმის იქით შენ ვინ ხარ როგორ აკეთებ ამ ყველაფერს და იმ ქორწილით როგორ ემზადები აი მგონია რომ ეგ როცა იცი, კიდევ უფრო ახლოს ხარ მე იმ ადამიანებთან, ვინც შენ კი, დღეში მასწავლებელი. მონაწილეობენ რა. კი, მმ. კი, მასწავლებელია. სამუშაო პროცესზე მოგვიყევი რა, აი როგორ იტყებ, აი რომ მოგწერა ადამიანმა, რომ აი მინდა ხო. წამყვანი ამ დღისთვის. აი მაგ Mhm. წინადადებიდან ბოლომდე რა ხდება? აი ამაში გამი ძღვენი გაგიშალვა ჩვენგან და ხო, ხო. განვავრცო. ესე იგი, როდესაც წყვილი მიკავშირდება ხოლმე, ნუ თავდაპირველად ვიწყებთ შეხვედრით, იცი რა, ჩემთვის მაინც უმჯობესია ხოლმე, რომ ანუ ასე ონლაინ გასაუბრებას მირჩენია, რომ შევხვდე, იმიტომ რომ რაღაცა კომუნიკაციით უფრო ხვდებიან, ნამდვილად სურთ თუ არა წამყვანი. რა თქმა უნდა, მე რომ მიკავშირდებიან, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე სურთ მათ წამყვანი. თუმცა რაღაცა ესე უფრო რაღაცა კომუნიკაცია დგება, გავიგებ თვითონ რა სურს წყვილს, ანუ ვსწავლობ წყვილს. ანუ მათ ისტორიას ვსწავლობ და შემდეგ გაწერა ხდება პროგრამის უკვე. მაქსიმალურად ვარ მათ სურვილებზე, ასე ვთქვათ, დაყრდნობილი, იმიტომ რომ მათი დღე არის და ისინი არიან ჩემთვის პრიორიტეტი და აბსოლუტურად ვუზიარებ, რომ მოდი ესე ხო არ გაგვეკეთებინა, ესე ხო არ გაგვეკეთებინა და ასე ვთქვათ, ვცდილობენ ხოლმე რომ მაქსიმალურად გამომყვნენ, რასაც ვურჩევ, ნუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ. და რაღაცათ სიმშვიდე ვარ ხოლმე მათთვის. აი, როდესაც მე რო ბრუნდები სახში, ხო, რაღაცა მესიჯი მხვდება ხოლმე, რომ აი დავმშვიდდი. ანუ იქამდე ფორიაქი აქვთ ხოლმე და აი მე აი დავმშვიდდი და მე ნუ ეხა ეს ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ თუ უფრო თავისუფლად ვარ მე, რომ მათთან მმ. წავიყვან საღამო. მმ. და აი კითხვები რამე წინასწარ გაქვს მომზადებული, რომ კითხო, რომ უკეთესად აი რა გეხმარება, რომ გაიცნო ის წყვილები.
ვუსვამ იცი როგორ კითხვებს? მაგალითად კითხარივით მაგ დაახლოებით. როგორი სურთ რომ იყოს მათი ქორწილი მაგალითად? რა გსურთ რომ არ გავაკეთოთ, რა გსურთ გავაკეთოთ? აი რა არის ის პლუსები, რაც სურთ რომ მათ ქორწილში მოხდეს მაგალითად, ხო? მაქსიმალურად აჰა. აი ხო ამბობ აი მინდა რომ მათზე ვიყო ასე ვთქვათ, მათ სურვილებზე ვიყო ასე ვთქვათ აქცენტირებული. აჰა. რამე ისეთი თხოვნა მიგიღია ძალიან უცნაური, რომ აი ეს ხო არ გავაკეთოთ, ან აი ეს აუცილებლად მინდა რომ იყოს ჩემ ქორწილში. ოღონდ სხვასთან რო არასოდეს არ ყოფილა რა ეგეთი. იცი რა არის? აი ეს რაღაცა კონკრეტული სიმართლე გითხრა არ მახსენდება, მაგრამ აი ზოგჯერ რაღაცა ისეთ საოცარ რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე, რომ საოცარს ანუ გულისხმობ პირიქით კარგს რა, რომ მეც მმ. მე პირიქით მიყვარს მსგავსი რაღაცა ორიგინალური შემოთავაზებები, რომ მე ყველაფერს აბა რა, მეთი გავაკეთოთ, თქვენი ქორწილია და როგორც გინდა ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და იცი რა, მაინც რაღაცა ქართველები ვართ, ამასაც ტრადიციულად მიდის ხოლმე ყველაფერი და პირიქით მივესალმები ყველანაირ რაღაცა გადახვევას. ოღონდ რა თქმა უნდა ზომის ფარგლებში და ჩავჯდეთ ასე ვთქვათ, კარგად, რომ თუნდაც არ ხო და გამიგდეს ასე. ეგეთი მაინტერესებს, რომ აი რაღაცა ყველაზე ორიგინალური რა გახსენდება წყვილისგან. რომ აი რა თანგიჟული მმ, რაღაც მოუნდათ და მაგალითად გამოვიდა. წყვილისგან იცი რა ეხლა რა მოხსენდება? აი, როდესაც ხელის მოწერა იყო, წყვილმა მითხრა რომ არ გვინდა უბრალოდ სიძე, ასე ვთქვათ, სიძე მითხრა რომ არ მინდა ის უბრალოდ შემოსვლაო და რაღაცა ისე გააკეთა, რომ ნუ ჩაირთო შესაბამისი მუსიკა, სადაც გამოვიდა რაღაცა ბოქსეორის მეებით, ქვია, მმ. ხელთათმანები და რა მთელი ხალათი და უკან ხალხი მოყვებოდა და ნუ რაღაცა განსხვავებული შემოსვლა ქონდა, ასე ვთქვათ. მმ. მაგას აი ხა ეგ უცებ ეგ გამახსენდა. და ნუ აი, ძალიან ოვაციები მოყვა ანუ ამ რინგზე ყველაფერს. შემოვიდნენ, ხო? ხო, აი რაღაცა რინგზე შემოვიდნენ და ნუ რაღაცა ქორწილში რაღაცა მანქანის, ავტომობილის ჩუქება და მსგავს რაღაცას აღართვლი უკვე, ნუ რაღაც მე მმ. უფრო მიხარია ხოლმე. მე მგონია ეს სიურპრიზები ისეთ ოვაციებში ვარ ხოლმე, რომ ხო, აი რომ რაღაც რა განსხვავებული მაგარი. რა ხდება რა. ხო. ხო. აია, ხო, მეც რაღაცნაირად ეგეთი წყვილები უფრო מחალისებენ ხოლმე, რაღაც განსხვავებული რო უნდათ რა, აი კი. ახალი და იცი რა არის თავისი რო დაბები და არის და ხო. არა იმიტომ რომ სხვასთან მოხდა და ჩემთანაც უნდა იყოს, აი ეგ რო არ კი, არის და კი, აი მე კი, ეს კი, მიყვარს და ნიშნები. ჩემ ქორწილში ეს იქნება, ეგ ძალიან იზრდები. მაგარია ხოლმე მაგას როცა ახერხებენ. და აი მაგ კითხვას რო შეადგენდა, რო იცი რომ უკვე აი როგორი ტიპები არიან, რა მოწონთ, რა ხო. უყვართ და როგორ აი დაახლოებით რო წარმოიდგენ როგორი ქორწილი შეიძლება ამათ გქონდეთ. მე აჰა. პროგრამას ამის მიხედვით ადგენ და უთანხმებ თუ კი. აი მე შემდეგი ეტაპი რა არის. იცი როგორ არის ყოფილი ქორწილები, რომელიც აი მაგალითად ან ერთი წლით ადრე მიჯავშნიან სიტყვაზე და შეიძლება იფიქრო, რომ აი ერთი წელი რა უნდა მოხდეს, მაგრამ აი ეს ამდენი ხნის განმავლობაში სულ ვარ კონტაქტზე. იმიტომ რომ წყვილს შორის განსაკუთრებულად პატარძლები უფრო ნერვიულობენ ხოლმე, ასე ვთქვათ, ორგანიზატორობასაც ითავსებენ ხოლმე რაღაცნაირად, უნდათ რომ ყველაფერი თვითონ გააკეთონ და შემდეგ ისე აზარტში ვარდებიან, რომ როდესაც ქორწილი ჩაივლის, მე ამბობენ, რომ აი ახლა რა გავაკეთოთ და სულ არ კავშირი იმდენად აზარტში ვარდებიან და მათთან ერთად ვადგენ პროგრამას, იქ მუსიკა, აქტივობები, რა არის შემდეგ იყოს აბსოლუტურად და ეს შეიძლება ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ შეიცვალოს, მოკლედ, ნუ ძალიან ბევრჯერ. რა თქმა უნდა, ადგილზე შეიძლება რაღაცები გადანაცვლდეს, გადმონაცვლდეს, ესეც რა თქმა უნდა იმპროვიზაციის საშუალებით და ოღონდ უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს და აჰა. რა თქმა უნდა, ყველა რაც კი რამ შეიძლება მოხდეს ქორწილში, ყოველთვის უთანხმებთ წყვილს, ადგილზეც კი. ასე რომ აჰა. მათი ნებართვის გარეშე არაფერი არ ხდება ხოლმე ხო, რა ჩვენთან. თქმა უნდა. და აი წინა დღეებში რა ეტაპებს გადიხართ? აი ყველაზე ბოლო დეტალები რა არის, რასაც ათანხმებთ? აი ბოლო წინა დღეებში როგორი ტიპის დღეებში კომუნიკაცია? მაქსიმალურად ნახე, აი ვცდილობ ხოლმე, რომ ბოლო დღეებამდე არ მოვიტოვო ხოლმე რაღაცეები, იმიტომ რომ ბოლო დღეებში მათი ნერვულობა კიდევ უფრო იმატებს. შეიძლება რაღაც კითხვა და მთლად ბოლომდე ვერ გაიაზროს შეიძლება და იქამდე, ასე ვთქვათ, ვამთავრებთ ამავას და უბრალოდ მე ვარ სულ კონტაქტზე, რომ აბა როგორ განწყობაზე ხარ, აბა მზად ხარ, აბა მმ. ეს და ანუ დაჟე იცით როგორ ელემენტარულ რაღაცებს ვეუბნები, რა მაგალითად მშერი არ იყო, ქუსლიანი ფეხსაცმელი მეორე წამოიღერო, მაგალითად არ გეტკინოს ფეხი და ამ პატარა დეტალებმა შეიძლება ძალიან იმოქმედოთ მთელი დღის განწყობაზე, ასე ვთქვათ. და აჰა. სანუ ხო, ასე რომ აი მსგავს პატარ-პატარა რჩევებს ვაძლევ ხოლმე. მმ. დანარჩენი უკვე მაგას მე ხო პროგრამა გავლილი გვაქვს ხოლმე. აჰა.
ხო, აი მე შენც მაგებს აკეთებ ხოლმე მსგავს მეცეუბნებ. რაღაცას? ბოლო აი წი 3 დღით ადრე რო გვაქვს ხოლმე ქოლი უკვე მან აი მაგ განწყობის შექმნაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ სულ აუ. ვახსენებ ყველა წყვილს რომ არის თქვენი ქორწილი ანუ ეს ყველა ნერვიულობად ყველა დაგეგმვა ყველაფერი კი ყველას უნდა რომ იდეალურად იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ერთი დღეა რომელიც მართლა წამში გადის ხოლმე ჩემთვისაც და წყვილისთვის ხო მით კი, უმეტეს კი. და ამ დროს რომ აი საჭმელი ჭამონდა არ დავიწყდეთ და წყლის მიმწოდებელი ყავდეთ ვიღაცა რომ მთელი დღე ამ რაღაც ზუსტად, რამდენიმე ხელის საათი რომ მომკიდეებთან მაქონე ეგ რომ მეთქი ხელის მომკიდეები იყვნენ სულ თქვენს გვერდით აუცილებლად და მოგაქციონ ყურადღება. რა თქმა უნდა, ხა მიაქცევენ ყურადღებას, თუმცა მაინც ისეთია, ჯერ იცი რა არის, ემოციურად იღლებიან, რომ აი იღლებიან იმ კუთხით, რომ აი რა მაგარი დღეა, აი რაღაცა ფოტოები, აი გილოცავ ესეც და უკვე შემდეგ როდესაც მოდიან ხოლმე უკვე იმ საბავშვო სივრცეში მე რომ ხვდები, ხო, უკვე არიან აი რაღაცა ისე დაღლილები და მაქსიმალურად ენერგიას ემოციურად გამოფიტულები. ხო, ზუსტად. ამიტომ მაგას ვეუბნები, რომ მთელი დღის განმავლობაში რაღაცა შემომინახეთ თავის საღამოსთვის, თქო, ნუ მაგას. კი, მართლა თლად არ ძალიან დაახერხეთ ის მნიშვნელოვანია. ენერგიას. ხო, აი მეორე დღეს ხო ეგეც ემართებათ, რომ აი მე ახლა როგორ ვიცხოვრო და რა გავაკეთოთ ქორწილი რა აღარ არის დასაჯავში, ზუსტად. დასაგეგმი და მე ისიც არის, რომ აი ამდენი ემოციებისგან ცალკე ნაბახუსებიც აქვთ რა, აი ღვინოზე და საჭმელზე და სასმელზე მეტად აი ეს ემოციური ეს ბევრად. უფრო აბა, არის რა. კი. ყოფილა რომ აი მართლა რამოდენიმე დღის შემდეგ მოუწერიათ რომ აი კიდე ემოციებში ვართ, კიდე ვერ გამოვდივართ ამ ემოციებიდან და ზუსტად ეგ არის თავარი რომ დაუტავა წყვილს პირველ რიგში და შემდეგ სტუმრებს ეს ემოცია, რომელიც მართლა მთელი ცხოვრება გაყვებათ. და აჰა. მართლა საპასუხისმგებლოა ეს ხო არ არის რაღაცა ყოველწელს ხო არ ხდება ხო ეს ემოცია მართლა მთელი ცხოვრება უნდა გაყვეთ და შემდეგ ამ ვიდეო მასალის საშუალებით გაიხსენებენ რომ ოი რა კაი იყო და ზუსტად. საკუთრებით. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ნუ თან აი როგორ იდეალურადაც არ უნდა გაწერო ხო ზუსტად ისე მაინც არასდროს არ ხდება რა თქმა ყველაფერი უნდა. კი, ხო რა და თქმა უნდა. მაგისთვის წყვილიც ალბათ მზად უნდა იყოს რომ თვითონ იყვნენ თავისუფლად ამ რაღაც ადაპტაციებში აი ხა მართლა მასე არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის განწყობას. რა თქმა უნდა ნერვიულობენ, მესმის, მთელი ყურადღება მათზე არის მიპყრობილი, თუმცა აი ისე დაძაბულებიც არ უნდა იყვნენ, რომ ეს სტუმრებზეც გადადიოდეს, რაც არ უნდა წამყვანი ეცადეს, რომ აი რაღაცა გაიხსნას ის რაღაც დაძაბულობა, მაგრამ სულ წყვილს ვეუბნები, რომ პირიქით თქვენ რო გაიღიმებთ და კარგ ხასიათზე იქნებით, მეც კარგად ვიქნები და ყველა კარგად იქნება და ეგრეა ბოლომდე გაიხსენებთ. და სულ მაგას ვეუბნები. რაც შეიძლება თავისუფლად თქვენ, იმიტომ რომ თქვენი დღეა და არა სტუმრების. რა თქმა უნდა, ყველას დღე, მაგრამ უფრო ყველას წყვილის. ეგრეა მაგრამ ახლა წყვილზე არის ხოლმე დამოკიდებული ეს ხო, განწყობა რა კი, და აი შენ კი. სიტუაციურად აი ყველაფერი დაგეგმილი გაქვს ხოლმე როგორც ხვდები მაგრამ აი იმპროვიზაციასაც რა ადგილი უკავია ამ ყველაფერში აი როგან გადახვევა იმპროვიზაცია გადმოხვევებს რა ადგილი უკავია აი იმპროვიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის და ბევრჯერ მქონია მსგავსი შემთხვევები. სხვათა შორის ძალიან აზარტში მაგდებს მსგავსი სიტუაციები, ხოდა როდესაც მოგვიყევით როდესაც იმპროვიზაცია უნდა გამოვიყერო, აი რატომ იზიდავს მსგავსი რაღაცები არ ვიცი, მაგრამ შემდეგ გავიხსენებ მე ერთ ისტორიასაც რა. აი ეს იმპროვიზაცია მიყვარს ხოლმე ისე გავაკეთე, რომ სტუმრები საერთოდ ვერ მიხვდნენ თუ რა მოხდა. ანუ მქონია მსგავსი სიტუაცია, როდესაც ქორწილში სინათლე, ჩაქრა, გაითიშა, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრჯერ, არაერთხელ ეს მთელი საღამოს განმავლობაში ხდებოდა, ნუ კარგი თავიდან იტყვი, რომ აი რაღაცა ის მოხდა, რა ქვია, ექსპრომტად გავაკეთე და ეს დაგეგმილი იყო, მაგრამ უკვე რაღაც მთელი საღამოს განმავლობაში რა ეს ხდება, ხო, უკვე რაღაცა ხასიათზეც აისახება, ასე ვთქვათ, წყვილის. ამიტომ მქონია მსგავსი შემთხვევა და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ასე ვთქვათ, სტუმრებსაც ვუთხრა, რომ იცი რა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მოდი ახლა ყველა ერთად ავდგეთ, მოდი რა, აი მიკროფონში გადამიგდიე საერთოდ და მოდი ახლა აი ნუ რაღაცა ამბავი მომიფიქრები, ანუ ისე გათამაშება მომიფიქრებია, რომ მერე რა, ანუ მერე რა, რომ სინათლე აღარ არის, ანუ ქორწილი ხوار ჩაიშ, ანუ არ ვაძლევს საშუალებას ქორწილს, რომ რაღაც ჩაიშალოს, ანუ აი ამას არ და ჩაქრეს განვიხილო. ხო არც კი განვიხილავ ამას, რაღაცა ამბები შეიძლება მოვაყოლო იქ რაღაც რომ აი ეს მოხდა ეს. ასე რომ აი როგორ მახსოვს მაგ ქორწილში ანუ დედოფალის პატარძალი იმდენად პოზიტიური ადამიანი იყო, რომ დღემდე ვეუბნები, რომ აი შენ რო არა თქო, არ
ვიცი, მაგ ქორწ ანუ საერთოდ არ ეტყობოდა პატარ ძალს, როგორ რეალურად ძალიან ნერვიულობდა, ანუ შიდა სამზარეულო ეგარ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ საერთოდ ისე იქცეოდა, რომ არ ვიცი, სტუმრებს საერთოდ არ უგზნია, რომ ეს გოგო საერთოდ ნერვიულობდა. ამიტომ აქ ქორწილმა ანუ დღემდე ძალიან კარგად მახსოვს სანთლების შუქს სინათლეზე ისეთი ლამაზი ქორწილი იყო, ისეთი ლამაზი რომ არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგად მახსენდება და ძალიან მაგარი ქორწილი გამოვიდა სხვათა შორის და მე რომ ამბობდი რომ ალბათ სინათლეში რა მაგარი ქორწილი გამოვიდა და თქო. თუმცა შეიძლება და ფოტოები პირიქით, რომ აი შუქი მიდიოდა, სხვათა მაგიტო შორის უფრო აი გამოვიდა მართლა, იმიტომ ეგეთ. რომ სულ მაგას ფიქრობდა, რომ აი რატო უნდა მქონოდა, მაგრამ რეალურად ფოტოებიც ისეთი ლამაზი არის, აი მართლა ისე საოცარი სიბნელეა და ეს რაღაცა დაბალ ძალიან სინათლეზე რომანტიული. სანდრა საოცარი არის და გარემომაც ხელი შეგვიწყო, გარე სივრცეში იყო და რაღაცა საოცარი ქორწილი გამოვიდა. მმ, მაგარია. ხო, ანუ დასკვნა ის არის, რომ რაღაცეები შეიძლება მოხდეს, მაგრამ შენ ისე შემოატრიალო, გინდა როგორც წვილის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, წამყვანის გადმოსახედიდან, თუ სტუმრად მიდიხარ ქორწილში, აჰა. სტუმრის აჰა. გადმოსახედიდან, რომ აი ფერი უნდა შეირგო, აი რაც მოგეცა, იმისგან აუცილებლად. უნდა გაერთო და ხიარულო აუცილებლად. ისი ამოვნო და კი, მე კი. გაიხსენო, რომ აი გახსოვს, რომ აი შუქი რო აი წავიდა ქორწილში მართლა, და რომ მაშინ კი რაღაც გავერთეთ და შევა ნერვიულობა იყო. კი, 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 კი. ზუსტად აი როდესაც დაჟე საღამოს ვიწყებ ხოლმე, ხო? აი სტუმრებსაც ვეუბნები ხოლმე, ზოგადად ძალიან უშუალო ვარ ხოლმე სტუმრებთან, რაღაცა ის დოგმებით არ ვარ, რომ აი როგორ გითხრა, ისე არ ვსაუბრობ, რომ აი უფრო სმენადი იყოს ჩემი საუბარი, ძალიან უშუალო. აი როგორც ახლა მე და შენ ვსაუბრობ, ესე სტუმრებთან. თითქოს სულ ვიცნობდი მათ და სულ ვეუბნები, რომ რა თქმა უნდა, წამყვანზე ძალიან ბევრი ფაქტორი არის დამოკიდებული, თუმცა ვეუბნები, რომ თქვენზეც ძვირფასი სტუმრობა ძალიან ბევრი ასე რომ მეც და თქვენც ერთად უნდა შევქნათ ეს ძალიან მაგარი საღამო თქო ასე რომ სტუმრებმაც მაგ დღეს ძალიან შეგვიწყეს ხელი რომ აბა რას ქვია სინათლე არ არისო და აბა ყველა ავდექით და ასე ჩვენ თქვა ვიქნებით სტუმრებსაც სინათლე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი მართლა და ნუ რაღაცა საერთოდ ვერ ვგზნობდი რომ ამ ხალხს არ ვიცნობდი იმდენად მაგარი ქორწილი გამოგვივიდა ეხლა უცებ მომინდა რომ მაგ ქორწილში ყოფილიყავი. კიდე რა მაინტერესებს იცი, ანუ ეხლა შენ ქალი ხარ და თამადად არავინ არ მოგიწევს როგორც წესი, მაგრამ აი უთქვამ კაცების სხვათა მართლა ხო ფემინისტური გითამო დაჯგუფება თამადა ნატკა მელიქიძე. ხმამაიც მიწყობდეს და უმახიანად რო თქო საერთოდ მაგაზე სულ ხუმრობ ხოლმე და სხვათა აი შორის კაცების შემთხვევაში წამყვანის და თამადას როლები მგონია რომ ცოტა ერევათ ხოლმე თავიდან როცა არიციან როგორ დაჯავშნონ ვინ უნდათ ვინ არ უნდათ აი ქორწილი ჯგუფებში შემხვედრია რომ აი წამყვანი იმიდა და მე თამადა სთავაზობს თავს ხო ან თამადა უნდათ ხო და მე წამყვანად მოვალ აი მაგაზე მომიყევი შენი გამოცდილება ანუ რომ სად იყოფა ზღვარი სად გადის ზღვარი იცი რა არის ამ შემთხვევაში აი თამადა უფრო ხა ტრადიციულ სადღეგრძელოებზე არის ორიენტირებული და წამყვანი აი უფრო სცენარს მართავს თუ როგორ წარიმართება ეს ქორწილი. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში ანუ ჩემს შემთხვევაში მე ვერ ვიქნები ფიზიკურად, მაგრამ ყოფილა რომ აი მაგალითად წამყვანი თამადობს კიდეც. ამიტომ მე ვფიქრობ რომ მას უნდა ქონდეს როგორც ეს ასე ვთქვათ კულტურული როგორ ვთქვა ანუ თან კარგად უნდა გამოსდიოდეს სადღეგრძელოების თქმა და თან უნდა იწამყვანოს ეს ორი ისე უნდა გააერთიანოს. ამიტომ თამადას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქორწილში. როდესაც წყვილს ვესაუბრები ხოლმე ვეუბნები რომ აი თამადაზე არის ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა მე ვიქნები იქ, თუმცა ის როგორ იტყვის სადღეგრძელოს შეიძლება ისეთ დაბალ ტონალობაში ისაუბროს რომ სტუმრებმა საერთოდ ვერ მოусმინონ. ამიტომ ყველა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იქ წამყვანთან კოლაბორაციაში როგორ შემოვა, რომ თანაბრად იყოს იქ თამადის სადღეგრძელოები და წამყვანის იქ თუნდაც საუბარი გათამაშება იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი მოხდეს შეთანხმებულად, ასე ვთქვათ. მე ალბათ მამაკაცი რომ ყოფილიყავი, არ ვიცი, ვიწამყვანებდი და ვითამადებდი თუ არა ორივე ერთად, მაგრამ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მასე ვაკეთებ ხოლმე თამადასთან ვარ ხოლმე კოლაბორაციაში, წინასწარ განვიხილავთ, როგორ გავაკეთოთ, როგორ ჯობია, ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი კარგი თამადა შემხვედრია სხვათა შორის და ის სულ ვამბობ, აი თქვენაირი თამადები გვჭირდება, თქო? სხვათა შორის
ხო, ანუ ასე თამადა არ ნიშნავს, რომ ეს მაინც და მაინც არის აუცილებლად ცოტა ველმოდური, ძალიან ტრადიციული ქორწილი და ძალიან მჰმ. გაწელილი სადღეგრძელოები, სადაც ყველა რაღაც მომენტში იწყენს და გართობა არ არის, კი, ხო? ანუ ეს პირიქით არის აი შეიძლება, რომ ეს იყოს თანამედროვედ და თან ისე, რომ აუცილებლად. ყველანაირი ტიპის სტუმარსაც ასე ამომბავს და თან ეს გართობის და ზუსტად. მხიარულების სივრცე რჩებოდეს. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ანუ აი ეგ უნდა მეთქვა ზუსტად რა, სადაგზელოები ისე უნდა იყოს გაწერილი, რომ აი სულ სადაგზელოები კი არ იყოს, ანუ რაღაცნაირად დაბალანსდეს ეს ბალანსი, ხო. ყველაფერი. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძირითადად აი რაღაცნაირად სტუმრების წუხელი არის ხოლმე, რომ აი რამდენი სადაგზელოა, გართობა გვინდა სიტყვაზე და ნუ აი მმ, აქ მე ვფიქრობ, ვინმე თამადა თუ მომისმენს ახლა აქედან მმ, ვეწყოდი, რომ ასე ვთქვათ, ნაკლები სადაგზელოები და ვიზრუნოთ სტუმრების განწყობაზე. მე მათი მმ. მტერი არ ვარ, მე მათი მტერი ნამდვილად არ ვარ. რა თქმა უნდა, ალკოჰოლი კარგია, რომ განწყობაზე აისახოს ეს ყველაფერი, თუმცა გადამეტებული არაფერი არ არის. კარგი არის მმ, წამყვანის საუბარი, ბევრი, არ უნდა დავღალოთ სტუმრები, სულ აი ამ ბალანსს ვიჭერ მმ, ხოლმე, რომ არ დავღალოთ სტუმრები. ამიტომ ხო, ყველაფერი ნორმის მმ. ფარგლებში უნდა მოხდეს. კი, გეთანხმები. მე მომწონს ხოლმე ძალიან წამყვანის მხრიდანაც და თამადას მხრიდანაც, როცა ეს საუბარი რაღაცის გაზიარება თუ სადღეგრძელოს თქმა, იგრძნობა, რომ მართლა არის და მომდინარეობს ამ წყვილის ინდივიდუალური აჰა. ურთიერთობიდან. კი. აი, რაღაცა ყველას ქორწილზე რო ერთნაირად მოარგებდი, ეგეთი რო არ არის. ანუ რო არა ხო. გიყვება რაღაც დეტალს ამ წყვილზე, რაღაც ისეთ ხუმრობას რო იტყვის, ან რაღაც ის რომ კი. სულ რო არაფერი არ ვიცოდეთ ყველაზე, მაინც რომ ინფორმაციას მომცემს და აბარა. აი რაღაც ამ ემოციურ კავშირს ქმნის, ჩემთვის ეგაა ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ თამადა და წამყვანი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს წყვილს, სანამ აი ეგ უნდა მეთქვა თავის ზუსტად. კი, პროგრამა შეადგენს. აუცილებლად ვეუბნები ხოლმე, რომ აირჩიეთ ადამიანი, ვინც კარგად გიცნობთ. იმიტომ რომ აი რაღაცა ესე ყველას რო არგებენ მსგავსი სადაგზელოები არც მე არ მიყვარს, ასე რომ უჯობესია რომ მჰმ, წყვილზე იყოს მორგებული ყველაფერი. მჰმ. კი, შენ ყველაზე საყვარელი აქტივობა რა არის ხოლმე ქორწილებში? ჩემი ყველაზე საუკეთესო აქტივობა? მმ იცი რა არის? ეხლა აქტივობა რომ არ ვთქვა და პროცესი ვთქვა შეიძლება და მე როგორ არა, აქტივობას რა ვიტყვი. თქმა უნდა, კი. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ხელის მოწერის ცერემონია. გიჟდები, ისე მიყვარს ეგ პროცესი, ძალიან მელამაზება. ასე ვთქვათ, ასე რომ როდესაც ხელის მოწერას განსაკუთრებით რაღაც ძალიან ლამაზ ადგილას აკეთება, აი ჩვენ სადაც ვიყავით მაშინ, მაგალითად, აი სულ ვეუბნები ხოლმე, რომ თან მეც ხომ მომწონს ეს პროცესი, ვეუბნები რომ ნაზად, ლამაზად შემოდით, არიჩქაროთ, რომ ისე მომწონს ეს პროცესი, რომ არ ვიცი, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ გავწელო ეს ხელისმოწერის ცერემონია. ასევე ტორტის გაჭრის ცერემონია. ასე ვთქვათ, რაც გრანდიოზული და გრაციოზულია, ყველაფერი მომწონს. მმ. აი, ქორწილი მართლა ძალიან ლამაზი იყო. იქ იყო ქორწინების სასახლეში რო ვიყავით. აჰა, კი აი, ეს ბატონო. სამწყვილის ეს ცეკვა და მე ამ კონფეტის ჩამოყრა და ყველაფერი, აი თავი მართლა მეგონა რაღაც აი დისნეის აი მულტფილმში, ზუსტად სადაც აი სასახლეში. ზღაპრულად კი აი სასახლეში და დღემდე მაგ კადრებს რო ვუყურებ, აი სულ ვურძგლავ და სულ რაღაც ემოციებში ვარ და კი. მართლა კარგი იყო. ანუ არ იყო ნაჩქარევი, არ იყო რაღაც აბა უცებ-უცებ ახლა რაღაც გავაკეთოთ. აი ყველა მომენტი თვითონ წყვილმაც განიცადა და ეგ ძალიან კი. იგრძნობოდა. ნამდვილად, კი, კი, კი და სალოსთან ერთად რა ვიცი მართლა ყველა დეტალი გავიარეთ და განსაკუთრებით ნუ ხელის მოწერის პროცესი ხო საერთოდ და მოკლედ სალო ძალიან მმ. მინდო და ძალიან კარგად ჩაიარა მაგ ქორწილმა მეც ძალიან ძალიან კარგად კარგი იყო მასწინდებო. მართლა კი და მაგის მერე ამი დავმეგობრდი სხვათა შორის მე და სალომე და დღეს აი ძალიან კარგად ვართ უკვე რა ვიცი. აუ მე ეგ პატარ რაღაცა ძმასთან მეც მაქვს მეგობრდებდი ხოლმე ხოლმე. ყველა პატარგლის მიმართ მრჩება ხოლმე რაღაცნაირი ემოციები რომ გონია რომ აი სულ უნდა ვიყოთ აი, რაღაცნაირ აი, კავშირში სხვათა შორის უხილავი ის მაქვს ხოლმე რა ძაფი გაბმული ხო. სხვათა შორის, ანუ ხშირი არის ხოლმე რა, იცი რა რომ ეუბნებიან, რომ როდის გვექნება მაგალითად 5 წლის თავი, რომ ისევ შენ მოგიცვიოთ. ისე შენ სიტყვაზე და მოხვიდე ხო კიდევ გვინდა რომ მეორე ქორწილი გავაკეთოთ და ეს არის ხოლმე მათი ხშირი სურვილი, ასე ვთქვათ. მმ. და აი ამ პროცესში ხა ქორწილის პროცესებზე რომ საუბრობთ, შენთვის როგორც ამ აი საქმიანობაში, ყველაზე სახალისო ნაწილი რა არის და ყველაზე რთული რა არის?
ყველაზე სახალისო და ყველაზე რთული. სახალისო, იცი რა არის? მე მაინც როგორც გითხარი, სულ ვცდილობ ხოლმე რომ ვიზრუნო ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზე, რომ კარგად წავიდეს ეს შეიძლება გათამაშება საერთოდ არ მქონდეს. ანუ წამყვანი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გათამაშება იყოს. ანუ მათ ემოციებზე უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა, ასე ვთქვათ. სულ ვამბობ ხოლმე, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა, ჩემს ხასიათს ვყიდი, თქო, სულ ასე ვამბობ. ანუ ეს არის ჩემი ბუნებრივი ხასიათი, ვცდილობ რომ ის გადავიტანო სტუმრებთან და როდესაც ისინი უკვე კარგ ხასიათზე არიან, აი მართლა იდეალურად მიდის ხოლმე შემდეგ საღამო და ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის რომ თავიდანვე მათთან მქონდეს კომუნიკაცია ისეთი რომ მთელი საღამო ისე იყო თვითონ დიდი ხანია მათ ვიცნობ და რა თქმა უნდა გათამაშებებით შემდეგ კიდევ უფრო ვამხიარულებ ამ ყველაფერს, მაგრამ რთული არის მაინც ჩემთვის ასე ვთქვათ ალბათ პასუხისმგებლობა, აი პასუხისმგებლობა, რომ რაიმე აი ერთი პატარა შეცდო მათ და მორჩა. აი არ უნდა შეგეშალოს რა მართლა რაღაცები არ უნდა შეგეშალოს ასე ვთქვათ რა. და და ბევრი წელი ამას როცა აკეთებ, უკვე იმდენად ინსტინქტებში ჯდება, რომ აი უცებ შეგიძლია ალბათ აი თევზი წყალში ვით რაღაც აი ზუსტად სულ ხვდები ხოლმე ადამიანების გამომეტყველებაზე, როდესაც საღამო მიმყავს სცენიდან, სულ ხვდები სტუმრებს, რა სურთ, რა არ სურთ. და აი ეს ალბათ ამ დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბ და სხვათა შორის და აი მაგაზე სულ დარდობ ხოლმე, ასე ვთქვათ, რომ სულ ანუ ძალიან პერფექციონისტი ვარ, სულ მინდა ყველაფერი იყოს იდეალურად და აი ყოველთვის მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ და ეს ცოტა რაღაც ჩემ თავში ძალიან ასე ვთქვათ პრობლემას მიქმნის ხოლმე, რომ ყველაფერი რომ მინდა იდეალურად იყოს. ხო, ეგ ცოტა ისეთია რა, წყელა და წყალობა ერთად როა რა. თან შენთვის პირთია, მაგრამ წყალობა იმ მაგრამ ადამიანებისთვის, ვინც შენთან ზუსტად მუშაობს და შენთვისაც როცა ეს ყველაფერი მართლა კარგად ჩაივლის რა. კი, ხო, კი. იქ და მაყოფილების აა შეგრძნება. გიჟდები, აი მართლა და უიტყვი ახლა შენს გამოცდილი გაქვს ახლა ეგ მომენტი, როდესაც ადამიანი არის კმაყოფილი, ანუ მადლობები არ წყდება და როდესაც უკვე ვამთავრებ საღამოს და ასე ვთქვათ, ვემშვიდობები, აი ეგ არის, როგორ გითხრა, აი არ ვიცი, ნუ ეს აპლოდისმენტები და ფეხზე რო დგას ხალხი და რაღაცა აი მადლიერების უნარი რო აქვთ ამ ადამიანებს, რომ აი რა მაგარი იყო, რა მაგარი ქორწილი ჩაატარეთ და მე როდესაც არ წყდება ზარები მესჯები რომ აი რა კარგი იყო და ეს არის ჩემთვის რა ვიცი აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ ამით არის რაღაცა სასიამოვნო ნაწილი, ხო, აი ზუსტად ყველაზე და სახლში სასიამოვნო. მოვდივარ სახლში მე რაღაცნაირად აი რა კარგი იყო და მე აი ზუსტად მე მგონი მაგიტომ იყო ჩემი სახე რომ ვიმუხტები ადამიანებს აი ამ ღიმილიანი სახეებით და აუცილებლად შენი საქმეც ეგ არის ხო ზუსტად რა როდესაც ბრუნდებით სახლში ეს ვართ აი კარგად ვერ დაღილები ვიძვინებ, ვერ აი წინაღამით მე და ვერ სიმღამით. ვერ ერთმა ვიძინებ. ვიცი, ანუ მახსენდება რომ აუ ეს რა კაი იყო, მე რო ვიხსენ აუ ეს რა მაგარი იყო და ვერ ვიძინებ ვერს იმდენად ემოციებში ვარ. აი ეი და აი ეს რამე რო უწევი და თვალებს რომ ხუჭავ ხოლმე, აი ეს ყველა ქორწილის სტუმარი ხალხი კადრები, რაღაცები, ყველაფერი ესე ჩამივლის ხოლმე ზუსტად. თვალწინ და ზუსტად. მე მე ეგეთი ვარ, რაღაც კაი, დავიძინოთ ახლა, მოვჩერდ. არა ესე მაინვე. ვადუნდი. ზუსტად და კიდე ჩამესმის ხოლმე იმ მუსიკის ვადუნდი და ვცეკვაც. ხელი ამბავი ასე ვთქვათ. აუ მუსიკაზე გამახსენდა, ეხლა ბევრ ქორწილში რო ხარ ნამყოფი და ბევრგან რაღაც სიმღერები და მუსიკები რომ მეორდება, ეს ხო. ცუდად არ გეკვიატება ხოლმე, ან რაღაცა მომაბეზრებელი არ არის შენთვის? კი, სხვათა შორის არის მოსაბე, მაგრამ გააჩნია, აი, გააჩნია მუსიკას თუ მიყვარს. რა ვიცი. აი, ცუცას ვერ ყველაზე ვიტყვი. მეტად რომელი სიმღერა არ გიყვარს ხოლმე რო ირთვება კონცერტში? რომელი? იყავი, ახლა გულყურფელი იყავი? აი მე ვთქვა, ოღონდ ძალიან იშვიათად არის, აი ძალიან იშვიათად. თქვი, აი თქვი. მე არა ვერ ვიტყვი. კაი, ჯერ მითხარი. ჯერ გულო, მითხარი. გახარებულო. მე გითხრა? მითხარი. ძალიან იშვიათად. ეს ხაზგასმით ძალიან ლეზგინკა. ანუ ეგ ვის უყვარ, გოგო. ლეზგინკა და ის ლეზგინკაზე ეს თვალი მეხუჭება საერთოდ, მაგრამ ეგ ისე როგორ იშვიათად არის, აი ძალიან იშვიათად. აი, ძალიან. აი გიმართლებს. აშემილი არის რაღაცები, რაც აშემილია. ხო.
აი მე რაღაცნაირად სულ მინდა ხოლმე და ლურჩიო წყვილებს. Რა თქმა უნდა, ხო მუსიკა ძალიან ისეთი რაღაც არის, რომ მე ჩემი მხარე არ არის ეგ, როცა მივდივარ და ვიღებ და მე არ მეხება, მაგრამ ამ კონსულტაციის დროს სულ ვცდილობ ხოლმე რომ წყვილებს გავახსენო, რომ ნუ კაი იყოს ბენდი, იყოს ეს მომღერალი, იყოს რაღაც საქორწილო პლეილისტი, ესე ვთქვათ, მაგრამ აი თქვენ თვითონ რა გიყვართ? თქვენ თვითონ რა სიმღერაზე გიჩუყდებათ გული? თქვენი რაღაც სიყვარულის სიმღერა რა არის? ან მაგას რა მეუბნები ხოლმე ცეკვა? მე სხვათა ხო, რა შორის. იყოს რა რაღაცა 5, 6 ეგეთი მუსიკა კი, კი, მე უცებად უნდა მეუბნები იყოს. ხოლმე გავს ამბავს სხვათა შორის, რომ რა არის თქვენი საყვარელი მელოდიები, გითხარით, ჩაგვეწერინეთ, რადგან თქვენს ქორწილში მოისმინოთ ეს საყვარელი მუსიკა, თუნდაც ამაზე ვალსი იცეკოთ, ან თუნდაც ხელისმოწერაზე რა სიმღერაზე სურთ რომ შემოვიდნენ, იქ ნუ ყველა დეტალი მართლა გაწერილი გვაქვს, რომ შემდეგ აი უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას, რომ აუ ეს რა მუსიკა ჩამირთეთ, ან ეს მომენტი არ იყოს რა, ანუ ყველაფერი Mhm. გვაქვს გაწერილი და ვართ მე ბედნიერად, ასე ვთქვათ. Mhm. მაგრამ თუ რაიმე კი. სიმღერა არ უყვართ, მაგას აუცილებლად ვეუბნები, რომ შემდეგ იქ არ ჩავრთოთ ჩვენ რაღაცა და უკმაყოფილება არ ხო. გამოვიჭრეთ. ხო, ყოველთვის ანუ წყვილს მუსიკას ვუყურებ ძალიან დიდი ფაქტორი აქვს. ძალიან, Mhm. ძალიან და აი სულ ვუყურებ ხოლმე წყვილს სახეზე, რომ ხვდები რა მოწონთ და რა არ მოწონთ ამ შემთხვევაში რა და სულ Mhm. ვცდილობ რომ საღამოს განმავლობაში არ ისმოდეს დანაჩანგლის ხმა, იყოს ფონურად მუსიკა თავიდან, შემდეგ რა თქმა უნდა საღამოს რაც უფრო ხიბლში შევდივართ, შემდეგ ნელა-ნელა უკვე ესეთი Mhm. საცეკვაო სიმღერებსაც ვთავთ ხოლმე. Mhm. ხო. ხო, აი რაღაცნაირად შეიძლება იყოს ეს ესე ვთქვათ, სტუმრებისთვის მისაღები მუსიკა, მაგრამ რაღაცა შეიძლება ისეთი იყოს, აი როგორც შენ თქვი, რომ წყვილი ბოქსის ხელთათმანებით შემოვიდა, ვიღაცა შეიძლება რეპი უნდოდეს და ის ჩართოს ვიღაცას როკი, ხო, ხო, ვიღაცას რა მეტალი თქმა უყვარდეს უნდა. და რატო არ შეიძლება, რომ ქორწილში იყოს გამოვლენილი ეს ნამდვილი მუსიკალური გემოვნება? ნამდვილად. ისეთი საჭიროა რომ ისეთი რაღაცებიც იყოს, რაც ყველა სტუმარმა იცის რომ ჩაერთოს, მაგრამ უცებ შეიძლება სრულიად უცნობ სიმღერაზე და მუსიკაზე იმდენად ყველა ჩაერთოს, რომ ანუ მე კი. მირჩევნია რომ ყველთან სტუმრად ესა მეგობართანაც რომ მივიდე, იმას რაც უყვარს იმაზე გავერთო და არა აბარა, იმაზე რაც მე აბარა. ვიცი. კი, 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 ძალიან ხშირად გქონია მსგავსი სიტუაცია და ჩვეულებრივად პლეილისტი გვაქვს ხოლმე წყვილის გაკეთებული, სადაც მთელი საღამოს მმ. განმავლობაში დაჟე შეგვიძლია გადავანაწილოთ ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს, იქ DJ-საც ქონდეს თავისი პლეილისტი და იქით წყვილის პლეილისტი ჩავთვალ. ისე ლამაზად მინდა ისეც ყველაფერი, რომ კაცი-ჩვილი ვერ ხვდება, იქ წყვილის სიმღერა ირთვება თუ სიტყვაზე ჩვენი DJ-ის მუსიკა. მოკლედ ეგეც ცალკე ჯადოქრობა. ხო, მართლა, კი, ნამდვილად ჯადოქრობა არის. ანუ ეხლა ამ ყველაფერს რო ვსაუბრობთ, მე კიდევ უფრო დავწმუნდი იმაში, რომ წამყვანის როლი არ არის უბრალოდ მიკროფონში რაღაცების ლაპარაკი, ხალხის Mhm. გახალისება, ტაშის შეხსენება, არამედ მონაწილეობ აბსოლუტურად ყველაფერში, რაც ამ დღეს ქმნის. ან გაწერილი არის მუსიკა, ამაზე ზრუნავთ, Mhm. გაწერილი არის Mhm. პროგრამა, ეცნობი წყვილ და აი ბევრად მეტი რაღაც არის ამ წამყვანის როლში, ვიდრე შეიძლება ადამიანებს ეგონოთ და განსაკუთრებით ეს უფრო მათ თაობას ისტორიას აქვს ვიცნობ. ხოლმე ხახახახა. ცოტა განსხვავებული და აი მაგაზე რო გამიძია რომ შენი გამოცდილება. ხო, ანუ აი ნახე, მაგის თქმა მინდა ზუსტად, რომ წამყვანი არ არის მხოლოდ გათამაშება და წამყვანი არ არის მხოლოდ რომ ილაპარაკოს, ხო? ლაპარაკი არ არის მხოლოდ ეს ყველაფერი. ეს უნდა იყოს კარგად შერჩეული აუცილებლად. ესეც აი ქაოსი არ უნდა იყოს პირველ რიგში და წამყვანი ზუსტად მაგას ქმნის, რომ აი ქაოსური სიტუაცია ანუ არ იყოს. ეგ არის დიდი მტერი, ქაოსი არის ძალიან დიდი მტერი, ასე რომ როდესაც ეს ყველაფერი არის გაწერილი, მე მქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც წყვილს უნდა და წამყვანი, მაგრამ უფრო დიდი თაობის სიტყვაზე ან მათ მშობლებს ან არ სურდათ სიტყვაზე, არ აღიარებდნენ, თორე შეიძლება სურდათ, მაგრამ არ მმ. აღიარებენ, სერიოზულად არ აღიარებენ, რომ წამყვანმა რა უნდა გააკეთოს. ამ დროს, როდესაც ვუხსნი, რომ წამყვანი მხოლოდ თამაშები არ არის და იცით რა, მე აგაცილებთ ნერვიულობას თქვენ მმ. როდესაც ხართ მასპინძლების საღამოს, ხო? იქ არ უნდა ირბინოს სიტყვაზე, რომ აი ისე და რომ ან ნერვიულობენ ჯერ, რომ იქ ვინ სად დაждდეს როგორანაირად და ამ პრობლემას უხეშად ამ პრობლემას მე ასე ვთქვათ ვითავებ მე, რომ ეს ნერვიულობა მმ. მოვაშორ და მაქსიმალურად ასე ვთქვათ იყვნენ დატვირთულები და ისიამოვნონ ამ ქორწილით და არა
ნერვიულობ თუ ვინსა დაждდება როგორანაირად ასე ვთქვათ. მჰმ. ხო, ანუ ამით საშუალება ეძლევათ პირველ რიგში ოჯახის წევრებს, რომ თვითონ შეირგონ ამ წყვილის დაქორწინება და ისიამოვნონ და მართლა მაგ დეტალებზე არ იფიქრონ ქორწილის განმავლობაში და იცოდნენ ვისთან გადაამისამართონ ესა თუ ის გამოწვევა. ნამდვილად. ამიტომ უმჯობესია, რომ წამყვანთან გაიარონ ყველა დეტალი. როდესაც წყვილი მოდის ჩემთან გასაუბრებაზე, მოყვებიან ხოლმე მშობლების, ასე ვთქვათ და მშობლებს ადგილზეც ვეუბნები ხოლმე, რომ აი ამიტომ არის კარგი, რომ აი დარწმუნდნენ, რომ წამყვანი არ არის მხოლოდ გათამაშება. და მე მეთქი თქვენთან ვიქნები საღამოს დასაწყისიდან ბოლომდე და ეს ხო ჩემთვის მართლა სამსახურია და მე უკვე ისე არ ვნერვულობ, როგორც ეს ადამიანები, რა თქმა უნდა მათ უფრო მეტი სანერვულო აქვთ ამ დღეს მათი ისეთი მნიშვნელოვანი დღე, თუმცა ეს ჩემთვის რადგან სამსახური არის და ვიცი უკვე რას ვაკეთებ, უკვე ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შეუძლიათ რომ მომანდონ ეს ამბავი. მჰმ. ხო, ძალიან დიდი კომფორტია ნამდვილად, როცა შეუძლიათ, რომ იცი რა, ანუ თვითონ აი იყვნენ სტრესის მართვა, ცნობიერად. სტრესის მართვა შემიძლია, ანუ როდესაც შეიძლება რაღაც ფორს მაჟორი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იგრძნოს არავინ აბსოლუტურად და ეს შეიძლება როდესაც იქ მშობლებს ქონდეთ ეს სტრესული მომენტი, შეიძლება იქ ყველა მიხვდეს, რომ აი რა ხდება და ეს როდესაც შეიძლება მე გადავხდეს, საერთოდ ვერავინ ვერ გაიგოს და ვერც იგრძნოს. სწორედ ეს არის, რომ არავინ ანუ ვერავინ ვერ უნდა მიხვდეს რა ხდება. აი სცენის უკან სიტყვაზე რაღაც რო ხდება, მარტო საერთოდ მე ვერავინ ვერ რო ხვდება ამ შემოვალ კამერით, ყველაფერს. მარტო მე უნდა ვიცოდე. აი მანდაც აი სულ ვცდილობდი შენ როდესაც მიღედი ხოლმე რომ აი მანდაც რაც ასე ვთქვათ არ გამომევლინა რომ აი ვაიმე რაღაცა კი მაგრამ რაღაცა ისე რომ რაღაც უთხარ სიძე ვიყო და რაღაც ეს მომენტი არ ვქოთ აი რაღაცა მხიარად აი ნერვიულობ და აი ნელვა, ეს არის ხო. მოხდებოდა აი ხო ღელვა იგრძნობოდა მჰმ. დანარჩენი ან მქონია შემთხვევა როდესაც სიტყვაზე იქ ბენდი ყავს იქ მომღერალი ყავს და ყოფილა რომ აი რაღაცა წუთიერი 10 დენა რო არის რომ უცებ უნდა დადგეს მაგალითად აი პაუზა რო არ ქონდეს სტუმარი საერთოდ ვერ მიხვდება მაგამოს უცებ ვეუბნები დიჯეს, აი დროზე ჩავხდათ ახლა რომ არ იყოს რაღაცა პაუზა არ გქონდეს. ამას სტუმარი საერთოდ ვერ ხვდება, ანუ მსგავს სიტუაციები გვაქვს ხოლმე მოკლედ. მჰმ. ხო. კი, ანუ რო წარმომიდგენიან ძალიან დიდი კომფორტია, რომ აი წამყვანი ყავდეს და იცოდე, რომ თავისით რაღაც ჯადოქრობები ხდება და შენ უბრალოდ ერთობი და ირგებ. ნახეთ, ძალიან დიდი კომფორტი არის ეს. მთავარი არის რომ ენდობოდე ამ ადამიანს, რაღაც ეჭვები არ გქონდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ეჭვი გქონდეს, თუმცა მე ვფიქრობ, როდესაც ადამიანს შეხვდები, წამყვანს შეხვდები და მასთან გაქვს ეს კომუნიკაცია და უკვე დარწმუნდები, რომ აი ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემი საღამოს წამყვანი, უკვე რაკ რაღაცნაირად აღარ უნდა იყოს დაძაბული, თუმცა ალბათ მე ჯერ არ ვიცი ეს რა არის პატარძალი არ ყოფილა და ალბათ მე რო პატარძალი ვიქნები, მეც ესე ვინერვებს. კი, ეგ ღელვა და ეგ ნერვიულობა ძალიან ჩვეულებრივი თანმდევი პროცესია. კი ბატონო. აიცი რა მაინტერესებს? აი, ნუ წამყვანი და ორგანიზატორი და კოორდინატორი რო უდიდესი კომფორტი და საჭიროებაა, მაგაზე ვთანხმდებით, მაგრამ ანუ აი არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც წყვილს არ აქვს, ან ოჯახს იმის საშუალება, რომ დაიქირავოს წამყვანი ან ორგანიზატორი. ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება ურჩიო ესეთ წყვილებს და ესეთ ოჯახებს, როგორ შეიძლება გააკონტროლონ სიტუაცია ან დაგეგმონ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე? როგორ და აუცილებლად მუსიკა უნდა შეარჩიონ სწორად. გეგმა უნდა ჰქონდეთ, შეიძლება წამყვანი საერთოდ არ გყავდეს და ისე გქონდეს დაგეგმილი მუსიკალურად იქ მეგობრების ჩართულობით ეს ყველაფერი, რომ საერთოდ შემდეგ აღარ გქონდეთ სიტყვაზე ის მომენტი, რომ აი წამყვანი, თუმცა მე მაინც ვემხრობი წამყვანის ხოლო. მაგრამ თუ მეგობრები ამაში ხელს გიწყობენ, რომ ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი იქაონ და ასე ვთქვათ, გადაატანინონ ეს ნერვიულობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ქრონომეტრაჟი რო კარგად წავიდეს ქორწილი, საათივით ესე ლამაზად რომ წავიდეს, შეუძლია რომ მეგობრები დაეხმარან ამ ყველაფერში. ანუ შესაძლებელი არის. კი ბატონო, მთავარი არის ყველაფერი იყოს დაბალანსებულად, იქ სადღეგრძელოები, იქ მუსიკა, რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, კარგად წავიდეს. სპანი თვითონ უნდა შეითავსონ ეს ორგანიზატორის როლი წინასწარ კი. და იმდენად უნდა იყოს გადანაწილებული ყველა ადამიანზე, ვისთანაც ექნებათ მოკლედ შეთანხმება, მათაც უნდა ენდონ და ეს ყველა ადამიანი ასევე უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ვისაც რამეს გადააბარებენ. აუცილებლად, კი, აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, სხვაგვარად არ გამოვა. მჰმ. აუ ყველაზე კარგი კომპლიმენტი რა მიგიღია ქორწილის ბოლოს ან თუნდაც შემდეგ დღეებში?
ყველაზე, აი, სხვათა შორის ხშირი არის ხოლმე, რომ აი შენ რო არა, ჩვენი ქორწილი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგალითად, შენს მჰმ. გარეშე ეს ქორწილი ხო აი რაღაცა ვერ ჩაივიდა ესე კარგად და ეს არის აი ჩემთვის არ ვიცი, ძირითადად მეორე დღეს ხდება ხოლმე მესიჯები ან მირეკავენ და ნუ არ ვიცი ამ დროს აი გულები მჰმ. გამოდის თვალებიდან და ნუ მჰმ. ასმაგად მიხარია ხოლმე. შენთვის რა ვთქვამთ? ამ აი ყველაზე მეტად რაც უხარიათ ხოლმე არის მართლა მეორე დღეს რომ მისდით კონტენტი. აუ, აი ეგ არის ძალიან დიდი კომფორტი. აი მგონია რომ კი იციან რომ პირდები რომ მეორე დღეს გამოგიგზავნი ყველაფერს და ნუ დავამონტაჟებ და მაგას 72 საათში ჩაგაბარებ, მაგრამ მეორე დღეს თვითონ იმდენად არ ფიქრობენ ამ ფოტოებზე და ვიდეოებზე და იმდენად კი იცი ხა მეორე დღეს ეს ყველაფერი დააპროცესე სადმე თუ ხარ აალაგე, ჩაალაგე, წადი, ზოგი პირდაპირ თაფლობის თვეში მიდის, ზოგი არ ვიცი ამ საჩუქრებს ნახულობს, ანუ შემდეგი კი, პროცესი ძალიან ბევრია და უცებ ამ ყველაფერში რომ ეს დრაივის ლინკი მისდით, რომ ყველაფერი არის გამზადებული და ეგრევე შეუძლიათ გადახედონ, ანუ აკადია. მართლა უკვირთ და მე უკვე ის გამზადებული ვიდეოები ძალიან მალევე რო ეგზავნებათ, მაგითაც ძალიან ბედნიერები არიან, რომ აი არ მობელოდებოდი რაღაცა ყველაზე მეტად მიყვარს რა იცი? ესენი როდის გადაიღე საერთოდ? აი ეგ. რა მაგარია, ძაკაია. იმიტომ რომ ბევრ მომენტში არ არიან იქ ადგილზე, ან საერთოდ არ აკვირდებიან, რომ ვინმე უღებთან რაღაცა ნახევარ. შობა ნერვიულობა შევა მაგ ყველაფერს, ნერვიულობა მაგით არ ახსოვთ კი, რაღაცეები. არ ახსოვთ და თან თვითონ ყველგან ხო ვერ იქნებიან, შეიძლება იქ უცებ სტუმარს გადავუღო რაღაც ისეთი ვიდეო, რაც ამათ აჰა, საერთოდ არ იცოდნენ. ან სანამ მისდევი. ფოტოსესია აქვს, ოჯახის წევრები რას აკეთებენ მაგ დროს მაგას რო ვუღებ, აი რაღაცა თითქოს აი ფაზლებს ვაძლევ, რომლითაც შეუძლიათ რომ აწყონ სრულად ეს ქორწილი, რომელიც გამოტოვეს რა რაღაც მომენტებით. კი, ეს ხო, ხო. როდის იყო, ეს როდის გადაიღე, ეგ რაღაც მიხარია ხოლმე ძალიან. რასო მმ, ძალიან მაგარი ქორწილის მეორე დღეს რო უკვე ბარდება ეგ ამბავი, რა ვიცი, ძალიან აა, მაგარია. ჩემთვის ეგ არის ყველაზე რთული რაღაც მომენტში, რომ ჯერ კიდე მე რო ემოციებში ვარ, მაგრამ აუცილებლად რომ ეს უნდა გავაკეთო და ეგრევე ჩავაბარო. აი ეგ ან მაგიტოა რომ მეორე დღე, ან ერთი სრული დღე თუ მაქვს ქორწილი, მეორე დღე სრულდღიან ქორწილს ვერ ავიღებ. ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო. ან მეორე დღე გასწორია. იბლოკება რა ხო, ავტომატურად. ხო, ხო, ხო. აი ხა ბარე მკითხა, აი გადაბმულად თუ ქონია ქორწილები და მაგას როგორ მკლავდები? აუ კი, როგორ არა. მხოლოდ ქორწილები თუ სხვადასხვა თუ არ არის ხოლმე. ნებისმიერ კი, საქმიანი დღეები გადაბმულად. კი, სხვათა შორის ქორწილების მქონია გადაბმულად, ბანკეტებიც და კორპორატიულებით და იცი რა არის, მაგალითად მაისის თვე არის ხოლმე, რაღაცნაირად ყველა დღე რომ მუშაობ, აი მართლა, იმიტომ რომ და ბოლოს სხვათა შორის უკვე ვეღარ ხვდები, აი რაღაცა ცოტა რობოტივით ადექი, წადი, მეორე დღეს მოდი, აი ნუ რაღაცა ესეთი ამბავი არის და დაახლოებით გრძნობ, როდესაც ერთი დღე რო ისვენებ და აი რაღაც მერე მოიშვები გაწყვეტა. ხოლმე, რომ ხო, და იცი რა, როდესაც ესე ხარ ყოველ დღე რო ხარ ჩართული ამ ამბავში, სულ ვცდილობ ხოლმე შემდეგ რა, ასე ვთქვათ, ეს რაღაც პროდუქტიული ვიყო, რომ აი ეს ენერგიები შევინახო, რომ სადღაც არ ჩავიფუშვა, ასე ვთქვათ და ენერგიას ვინახავ ხოლმე ბოლომდე. მაგრამ ჩემთვის ძალიან აზარტულია ეს გადაბმული მუშაობა რა გავაკეთო. და ძალიან იპრანჭები ხოლმე და ძალიან კარგად აი, გამოიყურები ყველა ივენთზე და მადლობა. აი მაგას კიდე ცალკე როგორ ახერხებ, რომ აი ეს სულ რაღაც ან მაგარი ლუკები, ვარცხნილობა, მორგებული ხარ ივენთს, აი ფოტოებს როდებ ხოლმე, აი ვაუ, ნატუკა, ვაუ, ეგეთი სტორიზე ყვარელი ხარ. გიჟდები, აი ესე იგი, ისე ვემზადები ხოლმე. ისე ვემზადები ხოლმე რაღაცნაირად. ალბათ სტუმრად რომ მივიდოდი, ასე აი ესე ძალიან არ გავემზადებოდი. არ ვიცი, დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ ჩაცმულობა ძალიან ბევრს მეტყველებს ხა ადამიანზე მოგეხსენებ. არ გულისხმობ რაღაცა ძვირადღირებულ, რაღაცა ისეთ ლუკებს. თავარი არის რომ რაღაცა ისე იყო ტანისამოსში, რა თქმა უნდა, ჯერ კომფორტულად, რომ კარგად წაიყვანო და რაღაცა იყო კარგად და შემდეგ აი სულ ვცდილობ ხოლმე თუნდაც კორპორატიულების შემთხვევაშიც რომ აი სულ ვეკითხები ხოლმე რომ დრეს კოდი ხომ
არ გაქვთ რაღაც მმ, ფერი თუ არ არის აქცენტი და აი ამის მიხედვით მე რაღაცნაირად ვიმზადებ ხოლმე. საერთაშორისო ძალიან მოწონთ ეს, რომ ასე ვთქვათ, გაითვალისწინე და უბრალოდ კი არ მიხვედი და მიიყავს. ანუ მათ მმ. მათ გუნდის წევრად ხარ რაღაცნაირად მოგიაზრებენ და გზის ხორციელებ ესთეტიკაში ხარ კი მთლიანად. კი 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 და რაღაცა ძალიან ვიმზადები ხოლმე მართალი ხარ და ნუ მმ. ფოტოებსაც აისახებ. კი, ეგრევე ჰოლივუდური. გიждდები, ისე მიყვარს. მაგაზე ისე სხვათა შორის ძალიან სასაცილოა რა, რომ დავიწყე ეს ქორწილების გადაღება და რაღაც მეც ახლა დავიწყე რომ მეთქი რა კაბები არა მაქვს და ვიყიდო ახლა ბევრი კაბები და ამ კაბებს ვარჩევ როგორ რომ ხო. მოძრაობაში ხო კაია მაღლა ხო არ მეწევა აი ზედმეტად ზუსტად. აი რაღაცა აი ანუ ყველაფერს ვარჩევ და მე აი მივხვდი რომ მაინც მირჩევნია რომ მეცვას თუნდაც კლასიკური ან ცოტა ისე მორგებული, მაგრამ ბევრი ჯიბეებიანი შარვალი. სად დამტენი მაქვს ჩადებული, სად მეორე ტელეფონი, სად თან ხა რაღაცა, შენ ანუ აი შემთხვევაში ხო საერთოდ, აბა რა, კი. ყველანაირი მოძრაობა მიწევს ხოლმე რომ გავაკეთო რა, ანუ აი აა, რაღაც გავიკვანძო იქ სადღაც ვიღაცებს შორის ტელეფონი ზემოდანი. დავიჭირო, ხო და ანუ მაგ დროს თან ვცდილობ რომ მოვერგო იმ რაღაცა რესპექტაბელურად ესე ხო, ვთქვათ ხო. ჩემი ჩაცმულობით, მაგრამ მაინც ამ კომფორტს ძალიან წინ ვაყენებ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი რაღაცა ოკეი. სპაიდერმენის პოზაში შეიძლება რა ვქცევ. ვიყო და მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ამ ყველაფერსაც გავუმკლავდე რა. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მმ. მაყურებს. პირველ რიგში კომფორტი. ჩემზე რომ იყოს მართლა ალბათ ხუდებით წავიყვანდი ხოლმე, თუმცა ანუ რაც უფრო თავისუფლება არა, შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. თავისუფლად ვიქნებოდი, მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება, იცი რატო? მე რომ ვიღებდი ახლა იმ ქორწილს, სადაც შენ იყავი, ანუ ხა, თვითონ აი იმ კადრებში კი წამყვანი რომ ჩანხარ და ხარ აი ესე გამოპრანჭული რაღაც ჭყიალა კაბით აი რომ მიყავს ეს აა, ქორწილი რაღაცა, ანუ საერთოდ სხვა ესთეტიკა და სხვა ესთეტიკა, განწყობა და ხო. სხვა ის იქმნება რა, ეს კი, სხვანაირად ნამდვილად. მართლა ღირებული, ძვირფასი, ნაზრუნი და აი ეს ყველაფერი კი, კი, არის რომ რა. დავჯექი და ვიფიქრე და ისე უბრალოდ არ მოვედი, რომ როგორც რაღაცა ერთი რიგითი მმ. ქორწილია სიტყვაზე და მმ. ამიტომ მეც და როდესაც გადაბმულად მაქვს ხოლმე, აი აქ უკვე აღარ ვიცი, უკვე ცოტა ვიჭედები მმ. ხოლმე, რომ აი ახლა რა ვქნა, აი ახლა რა გავაკეთო და მმ. აი ცოტა და ის ვიჭედები ხოლმე. ამდენი ტანსაცმელი სად გეტევა? კი არ მქონდა ეკითხები გეგმაში, მაგრამ მან ეს შემყარი. არის ხალხზე ძალიან ხშირი კითხვა, რომ აი სად გეტევა? ორი გარდერობი მაქვს და ასევე ბარტერულად თანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც ასე ვთქვათ, აი, კაბებს ყოჩი. დიახ, დიახ, იმიტომ რომ მე ხო რაღაც ერთი საღამოსთვის მინდა, მაგათ ან ორი საღამოსთვის და მოკლედ მასე მუშაობ რა. ძალიან კაი აზრია და ძალიან კაი რა, გადაწყვეტილება. მაგაზე არ კი. მიფიქრია არასდროს. ძალიან კაია, კი, ანუ რომ მივხვდი უკვე რომ აღარ მეტეოდა უკვე ტანსაცმელი და მართლა ერთხელ რო იცვამ და ფოტოებს რო გადაიღებ და ჩვენ ახლა გოგოებს გვჩვევია რომ აი ერთხელ რო იცვა, მე აღარ მე გინდოდა თუ აღარ რა. იცვამ, ხო. აი ხო რა და განსაკუთრებით რაც უფრო ბრჭყვიალა, აი ხა ხო ხვდები მმ. და მე უკვე რაღაცა ეგ იდეა მომივიდა რომ მოდი რატომაც არა და მოკლედ ხო, ასე ძალიან სწორია. თანამშრომლობ. კი ყველა ბატონო და ბედნიერია. მართლა ძალიან ყველა კაია. ბედნიერი, განსაკუთრებით მე და და ანუ აი ამ გარდა ამ მომზადებებისა, აი ამ პასუხისმგებლობისა, აი თუ ვინმეს უნდა წამყვანობა და აი ამ პროფესიის დაწყება, ან ფიქრობს და აი უცდია ხო. ცოტა და აი უნდა რომ შეყვეს, აი რა სკილები და რა უნარები არის, რაც აუცილებლად უნდა ქონდეს ადამიანს, რომელსაც უნდა რომ იყოს წამყვანი. აი რამდენიმე ალბათ ძირითადი რომ ჩამოთვალო, რომ აი აუცილებლად უნდა ქონდეს. ალბათ კი არა, აუცილებელია კომუნიკაციის უნარი პირველ რიგში, მორცხვათ არ უნდა იყოს, თავდაჯერებული უნდა იყოს, რომ თავის თავში აუცილებლად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც სცენაზე დგახარ, სტუმარი ყოველთვის ხვდება გულწრფელი ხარ თუ არა. და მმ. სწორედ აი ძალიან კარგად იკითხება სახეები რა და როდესაც სცენაზე ხარ და ეს სინათლე კიდე გაშუქებს ასე ყველაფერი ჩანს იქ ხელოვნური ხარ თუ არა, ამიტომ მაინც ვურჩევდი ყველას, რომ ასე ვთქვათ, იყვნენ გულწრფელები და ეს ემოციური ინტელექტი ჰქონდეთ, ასე ვთქვათ, იცი როგორ აკონტროლონ თავიანთი ემოციები. შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდეს, თუმცა იქ არავინ არ უნდა იგრძნოს ეს ყველაფერი და მოკლედ მაქსიმალურად თავი უნდა აკონტროლოს. ნუ სტრესის მართვა უნდა იცოდნენ, სტრესულ სიტუაციებში როგორ მოიქცნენ და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემთვის ძალიან ის არის, ასე ვთქვათ, პირველ ადგილზე პასუხისმგებლობა.
მჰმ. და როგორც გითხარით, ხო. მარტო ლაპარაკი არ არის წამყვანობა. კი. და მე პასუხისმგებლობაში ასევე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებზე ყურადღება. კი. როდესაც ამდენ ქორწილს გეგმავ, ერთმანეთს ხარ უნდა გერიოს, უნდა გახსოვდეს ვისთან რა ქონდა, როგორ ქონდა, ვის რა უნდა და აი ამ ყველაფერს ყველაფერს რაღაცნაირად. მინიშნავ აბსოლუტურად. კი, აბსოლუტურად ყველაფერს მინიშნავ და კიდეც მიყოლებით მქონდეს, ვიცი რომ ეს ქორწილია ესე, აი ესე მიდევს, მეორე ქორწილია ასე და რა თქმა უნდა წინა დღისით კიდევ უნდა გავეცნო, აბა რაიმე ხო არ გამომრჩა, აბა როგორანაირად. შემდეგ უკავშირდებით წყულს რაიმე ხო არ შეგვეცვალა გეგმები, ხო ესია რა, მჰმ. არის რაიმე დეტალი რაც მე უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ მე სიურპრიზი არ იყოს იქ და ჩემს გარეშე რაღაცა არ მოხდეს. ასე რომ ყველა დეტალს ვიკითხები ხოლმე აბსოლუტურად. მმ. მახსოვრობის კარგი უნარით. მმ. კი. და მახსოვრობა საერთოდ მნიშვნელოვანია. არ გვეპატიება რომ იქ ასე ვთქვათ ქორწილში მახსოვრობაში გარღვევები გქონდეს და არ აგვერიოს ასე ვთქვათ წინა ქორწილის წყვილის სახელები აუცილებლად მმ. უნდა გვახსოვდეს ხომ მივხვდი რასაც ვამბობ რა ანუ არ კი. უნდა აგვერიოს წყვილის სახელები მოკლედ ხო. ეგ არის აუ თავისი ხო ეგ დაანუხარხული მომენტი იქნება ალბათ. ნუ ხა კი, ძალიან აი კი ხომ ყველა მიიღებს რომ არა უშავს ახლა წამყვანია და მილიონ ქორწილში დადის, მაგრამ აი მაინც რაღაც ცოტა ისეთია რა. ცოტა მე სხვათა უხერხულობა შორის შემოაქვს. წყვილის სახელების სულ მახსოვს ხოლმე, უბრალოდ მქონია შემთხვევა, როდესაც მათი მშობლობის სახელი უცებ რაღაც სხვა მithქვამს წინა ქორწილის სახელი, მithქვამს მმ. როგორ თქონდა მიკროფონში არა. და აი ეს ცოტა მშობლობის სახელს ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე. მმ. განსაკუთრებულად წყვილის სახელები მახსოვს ხოლმე, და არ გვაქვს მმ. უფლება რომ შეგვეცალოს. გოგო პატარა ისინი დაუმაგრე ხოლმე ყველას. რა შენ შენ ისე არ ქვია. ნუ პრობლემაა, თან ვიღაცები არ იცნობენ ერთმანეთ ქორწილში და ვიღები ეგრე ბეიჯენ. სახელობით გაიქნობ. რა მე ისეთი რა ბაფთებზე დაწერილი ან ლამასტიკერებზე და სასაყვარელი იქნება. სასაყვარელი იქნება. აი, კიდე აიცი რა მაინტერესებს, აი, უცხოელების ქორწილებიც უწაგიყვანია. კი, წამიყვანია, ქართულ ებრაული ქორწილი, უკრაინული ქორწილი წამიყვანია და მმ. ძალიან მომწონს ხოლმე ქართულ უცხოური ქორწილები. სხვათა შორის, რაღაცაად მათ ტრადიციებს ვეცნობი. არ არის ისეთი როგორიც ჩვენი ქართული, ხო ქვია რომ ქართულ ებრაული, ხო სიტყვაზე, მაგრამ საერთოდ სხვანაირია. ნახე რა განსხვავება არის, როდესაც ქართული ტრადიციული ქორწილია, რაღაცა დრო სჭირდებათ მაინც სტუმრებს, რომ აი მაგალითად ადგნენ, იცეკვონ, ცოტა მოეშვან რაღაც და ამ შემთხვევაში როგორ იყო, იცი, რაც ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია და ძალიან მომეწონა. როდესაც დასხდნენ, სადღაც 15 წუთში უკვე რომ დაიწყეს ცეკვა, კი, რომ დაიწყეს ცეკვა, არ გაჩერდნენ არასდროს, მართლა. და ეს იყო ჩემთვის ძალიან რაღაცა უცნაური და ძალიან მომეწონა, რომ ნეტა ჩვენც ესე შეგვეძლოს ხო. მე მგონია რომ ნელ-ნელა იცვლება ეგ დამოკიდებულება და რაღაცნაირად კი, თვითონ სტუმრებიც სწავლობენ გართობას. კი, მართლა ესე არის. ასე რომ, როდესაც მიდიხარ ქორწილში, კორპორატიულზე, ნუ საღამოზე, როდესაც მიდიხარ, მე ვფიქრობ, რომ თვითონ იმ ადამიანზეც არის დამოკიდებული, რაც არ უნდა წამყვანი ეცადოს, შენ თუ არ გაქვს განწყობა, რაც არ უნდა ეცადოს, აუცილებლად თავად უნდა იზრუნო, რომ აი ადგე, გაერთო, იცეკო, ასე რომ დაჟე ის ხო გეუბნები ის სტუმრებზე ბევრია დამოკიდებული, რომ მმ. წყვილის საღამო იყოს ძალიან კარგი. მმ. აი, ხშირად არის ხოლმე ალბათ ისეთი შემთხვევაც, რომ აი თავიდან იწყებენ 50 კაცის დაპატიჟებით, მერე 80-მდე ადის, მერე 120-მდე, მერე 300-მდე და მერე მართლა ბევრი უცხო ადამიანი ხვდება რაღაცნაირად ქორწილში. აი, წყვილი რო თვითონ არ იცნობს ეკეთი რა და აი კი, ესე დროს მგონია. როგორ ხდება ხოლმე რა, აი ყველა ერთვება, თუ მაინც ეტყობათ ამ ადამიანებს, რომ უბრალოდ არიან დაპატიჟებულები რა. მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როდესაც იყო საკმაოდ მასშტაბური ქორწილი, დაპატიჟეს 500 ადამიანი და მოვიდა 650 სტუმარი. ანუ თვითონაც გასამდო. მგონი არ ელოდნენ, რომ ამდენი ადამიანი მოვიდოდა. რა თქმა უნდა, ვერ დაეტია ის რაოდენობა სტუმრების, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა მოხდა ასე. და საბოლოო ჯამში კი ყველა ძალიან გავერთეთ, იმიტომ რომ ისინი ფეხზე იდგნენ და ნუ როგორ დაალაგდა უკვე იქ, აი ხო, მართლა მას
და საბოლოო ჯამში მე რო გავაგზავნე პროგრამა, ყველას ეკავდა, ყველა მოკლედ თამაშობდა და ასე შემდეგ. თუმცა აი მსგავსი შემთხვევებიც არის ხოლმე, ასე რომ ხო, ეგრე ხდება ხოლმე. მმ. ხშირად. ხო, აი ეგ დასასწავლი აქვთ კიდევ ბევრს, რომ აი ქორწილის ჯგუფებშიც მინახავს, რომ რაღაცნაირად შეუთანხმებლად მოდის ხოლმე უფრო მეტი ადამიანი. ეს ნამდვილად. არ ვიცი სხვაგან რამდენად ასე ხდება, მაგრამ ჩვენთან როგორც ჩანს არის მაინც მაგის პრობლემა, რომ მე რა წყვილებს უწევთ დააკონკრეტონ, რომ მაგალითად ბავშვების გარეშე მოდით, მხოლოდ თქვენ ორი ხართ გათვლილი და ასე აი, შემდეგ. ხო. თან ეუხერხულებათ ეს მომენტი, რომ აი ბავშვების აი ბავშვების გარეშე ან ზოგს ეუხერხულება ხოლმე მაგალითად. ზოგი მმ, საერთოდ არ ამბობს, რომ ბავშვი მოყავს მაგალითად და აი ეგ მმ, ეგ მომენტები არის ხოლმე. ამ ნაწილში მე საერთოდ არ ვერთვები ხოლმე. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, ასე რომ უბრალოდ მე შემინა რომ ვურჩიო, მაგრამ მაგაში ძალიან იშვიათად რა ჩავერია ხოლმე. უფრო ჩემ მმ, ნაწილში გართობის ნაწილში ვარ ხოლმე, ასე ვთქვათ, მმ. კომპეტენტური. ეგ არის და გასაგებია. ხო, ბევრი რაღაცა არის რა ჯერ კიდევ მაინც შესაძლებელი ცნობიერებაში ჩამოსაყალიბებელი, კი. გადასაკეთებელი და ხო, ნელ-ნელა მინდა რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი ქართული ქორწილები კიდევ უფრო და უფრო დაიმსგავსოს ამ პინტერესტულ ლამაზ აი, რაღაცნაირ და მე ისეთ მგონი ნენელა ქორწილებს. უკვე მართლა აი წეღარომ გიყვებოდი იმ ქორწილზე სინათლე თქო. ზუსტად აი მან გამოვიდა ეგ პინტერესტული ფოტოები და რაღაცა საოცარი და ასე რომ მე ვფიქრობ რომ უკვე ნელ-ნელა მივიწევთ რომ ძალიან ესთეტიური ქორწილები გვაქვს ხოლმე სხვათა შორის და აჰა. ძალიან მომწონს. კი, ჩემთვის მეც მაინც ხო ნამდვილად. ხო ვითომ აი ამდენი ქორწილი წამიყვანია, მაგრამ ყველა მაინც რაღაცა მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. წყვილის ასე ვთქვათ, გემოვნება ხასიათი ძალიან ზემოქმედებს როგორ არის მორთული მათი ქორწილი, დიზაინი, ასე შემდეგ და ყველა მართლა სხვანაირი არის. მმ. კი, ანუ ყველა წვილიმდან განსხვავდება. მაინც სულ რო ცოტა ერთნაირი პროგრამა იყოს, მაინც სხვადასხვანაირი გამოდის ყველა კი, ქორწილი. მართლა ეგრე არის. კი, 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 კი. სტუმრების განსხვავდებიან და წყვილებიც რა თქმა უნდა. მმ. ძალიან საინტერესო. ამოუწურავი სფეროა და თვითონ ეს ქორწილების თემად და წყვილებიც და აი კიდევ და იმდენი კითხვა იცი რა არის მაფიქრდება, კიდე? რომ კიდე. აი ჩვენც ვსწავლობთ რა, ანუ ისე არ არის, მმ. რომ რაღაცა ერთი დაწერილი გაქვს და ეს ყველასთან გამოვა. ეს არ არის. ან დაჟე ის წყვილისგანაც მისწავლია ბევრი რამ და მივესალმები პირიქით, მათგან მიმიღია რჩევები, რატომაც არა, ანუ შეიძლება საერთოდ არ უნდათ რაღაც ის ტრადიციული და სხვანაირი უნდათ და აი ყველანაირ ასე ვთქვათ შემოთავაზებას ვიღებ ხოლმე და რატომაც არა. მმ. და პირიქით ანუ ორიგინალური გამოვიდეს. ანუ კიდევ ერთი საჭირო უნარი დავამატოთ მათთვის, ვისაც წამყვანობა უნდა იყო ხო? აბსოლუტურად ღია სიახლეების მიმართ და რაღაცნაირად თანახმა კი. და მიმღებლური, განსხვავებული ადამიანების და სურვილების მიმართ. აუცილებლად თუ ჩვეულებრივად უნდა მიიღო, დღემდე არის ხოლმე, როდესაც ვეკითხები ადამიანებს, რომ ნუ ეხა აბა როგორ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, არის რაიმე რაც არ მოგეწონათ და რატო. აი ამას მე სულ ვეკითხები და სულ აი ამ ხნის მანძილზე დღემდე ვუყურებ ჩემს წაყვანილ საღამოებს, იქ ვაკვირდები, აბა ხმის ტემპი როგორია, აბა ძალიან ხმამაღალი ხომ არ არის, ყველაფერს სულ სწავლობ და ავარ პროცესში მმ. ასე ვთქვა და არ მინდა რომ რაღაცა ერთფეროვანი იყოს ეს და განსაკუთრებულად სტუმრებისთვის მოსაბეზრებელი, ასე რომ მმ. მომზადებული ხდები ხოლმე ამ ყველაფერს. და შენთვისაც უფრო საინტერესოა, რომ ერთფეროვანი არ არის შენი საქმიანობა აბა და რაღაცები იცვლება. კი, კი, მმ. პირიქით მომწონს რომ რაღაცები იცვლება, იმიტომ რომ არ ვარ ერთფეროვანი და ვერ ვჩერდები ესე და მირჩევნია რომ მოხდეს რაღაცა სიახლეები. აი, ბევრი რაღაც მართლა აზარტში მააგდებს. თუნდაც ბევრი მმ. ადამიანი რომ არის საღამოზე, ხო? აი, როგორც წეგავ თქვი 500, 600, რაც უფრო ბევრი სტუმარი მყავს, რაღაცნაირად უფრო აი ძალიან სავსე ვარ და უფრო იმეთი მმ. ძალა მემატება ხოლმე ამ დროს. მმ. მაგარია, ძალიან საინტერესო. აა, კი, 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 მადლობა, კი. ძალიან დიდი ესეთი, აი, მადლობა მართლა შენ. ძალიან საინტერესო, ამომწურავი, მრავალფეროვანი, ხალისიანი ეს დიალოგისთვის, აი, კარგად მართლა შევჭორავდით. კი. აი, უსასრულოდ შემიძლია მართლა შენთან ლაპარაკი იმ პირველივე ქორწილში, მეც რომ გაგიცანი და გნახე, ეგრევე გულში ჩამივარდი. მუა, შენ ხარ ძალიან საყვარელი და იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით აუცილებლად. კი, თან მახსოვს რომ აუცილებლად. დახოცავდი, აუ მეც გადამიღე ესეთი რომ იყო, მეც გადამიღე. ისედაც ხო. გადაგიღებდი, აი ეგ არის, რომ ისეთი ყველას ვუღებ, ბედნიერი მართლა ვიყავი მე. ყველას ვუღებ.
ისეთი ყველას ბედნიერი ვუღებ. მიყავდი, რომ გამომიგზავნე, მეთქი მეგონა რომ მარტო წყვილზე რაღაც და მე მეც რო გადავიღე, აი, yes. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩემთვის, რომ მართლა ქორწილის ყველა ნაწილი გადავიღო, რაღაც ისეთი ბექსტეიჯები, ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებსაც კი ვუღებ ხოლმე უკნიდან მუშაობის პროცესში, რაღაცნაირად. წამყვან წყვილს, ყველას უმარ შედლების დაგვარა და ვინც უფრო აქტიურია რაღაცა და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქორწილი მართლა არ არის ხოლმე ერთი რაღაცა, ძალიან ბევრი ხო. ფაზლისგან და დეტალისგან შედგება და მაგრამ მე გენი მომწონს უფრო ეს შიგნით რა ხდება, უფრო ბუნებრივი ხარ და რაც უფრო ბუნებრივია ზოგადად ადამიანი და მისი ქცევა ბევრად მომწონს და იქ უფრო მაინც ხალხი გიყურებს რაღაცა ცოტა ისე ხარ რაღაცა ნერვიულობ და აი შიგნით უკვე სხვანაირი ხარ და მაგიტომ მომწონს მ, შენი კონტენტი ასე ვთქვათ. მადლობა ძალიან დიდი და მეც იმედი დიდი, მაქვს რომ დიდი. ნელ-ნელა ეს მიმართულება თან ქორწილის კონტენტ კრეატორიც მნიშვნელოვანი გახდება წყვილებისთვის და რაღაცა დანამატი კი არ არის მართლა საჭიროება არის რომელსაც ჯერ ესე ბოლომდე ვერ იაზრებენ ვერ ხვდებიან არიციან მაგრამ ძალიან მინდა რომ ამაზეც ბევრი ვისაუბრო და ეს ცვლილება შემოვიტანო ამ ყველაფერში. აჰა, კი ბატონო, რატომაც არა, მივესალმები, მე ძალიან მიწეს შენი საქმეება, კი იცი და მაშინ გავგიჟდი რომ დაგინახე რომ რა მაგარ რაღაცას აკეთებ მეთქი. ძალიან ძალიან მადლობა, მომწონს. მადლობა. ველოდები შენგან სიახლეს კიდე. ახალ ვიდეოებს და რა ვიცი კიდე. კი, აი ხომ ექნება მალე შემაჯამებელს დავდებ მთელი წლის აი, სპეილების და გადასწორი. ასეთ ყველას ბექსტეიჯების არ და რა. ველოდები. ო, არა. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით, იმედი პირიქით. მაქვს რომ მადლობა შენ. ვინც გვიყურა, ისი ამბავნა და აინტერესა, მიიღო მისთვის საჭირო ინფორმაცია და რა ვიცი, წამყვანი თუ დაგჭირდათ ოქრო. აკვას. ასე აი ეს მაგარი ადამიანი თუ დაგჭირდათ, კონტენტ კრეატორი ხო ასე ახლა რა თუ ამბობ? კი, კონტენტ კრეატორი. შიდა სამზარეულოში რა ხდება, აი ეს თუ გინდათ რომ გადაიღოთ, მე ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი ამბავია. ჩემ ქორწილში აუცილებლად მოხდება ეგ ამბავი, ეგ გიჟდები. ნათქვამი გაქვს და უკვე მოვდივარ. ხო, მართლა, კი. დღემდე რაღაც ვიდეოებს რო ვიღებ, სულ ვეუბნებ, რომ აი ბექსტეიჯი გამომიგზავნით. ბექსტეიჯი უფრო მაინტერესებს ხოლმე, მართლა ვიდრე ის და ასე რომ ძალიან მომეწონა. ყოჩახ. აბა ჩვენ ვიცით. წარმატებები და აბა ბედნიერად. წარმატებები და დროებით. დროებით.